გუფი ფარი და გიორგი ანთაძე ჯოქის მკვლევარი მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენი შეფასება მინდა გუშინდელი აქციის დღეს ეს არის ჩვენი მთავარი თემა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის, ბევრი უკმაყოფილო ხალხი ვნახეთ და საერთოდ როგორ უყურებთ მომავალს ეს მთავარი კითხვარი რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილმა რა შეუძლიათ უფრო მეტი გააკეთონ და პროცესი როგორ შეიძლება განვითარდეს. ბატონ გიორგი თქვენგან დავიწყოთ. ხო, ძალიან რთული შეკითხვები არის ხა ესეთი ცალსახა პასუხები რომ მქონდეს მე მგონი რა ქვია სტრატეგიული საკითხები და მზაფორმულები რო გავამარტივო პასუხი შეიძლება ესე თქვას რომ ყველაფერი ის რაც პროტესტს აძლიერებს და გააძლიერებდა ის ქნეოდა სასურველია ყველაფერი რაც ამ პროტესტს რაც რუსთაველზეა და მის გარშემო ვითარდება ასუსტებს შესაბამისად ეს არის ასე ვთქვათ მართველი პარტიის ინტერესებში. აქედან გამომდინარე პირველ ყველა აქტორმა რომელიც ამ პროცესშია ჩართული მისი ნაბიჯები სწორედ ჩემის არის ამ პრიზმაში უნდა გათვალოს და მეორე საკითხი რასაც ძალიან მნიშვნელოვნად წინააღმდეგობად მიმაჩნია რაც რთული გადასალახია ხეთერში შემოწმებულად საუბრობდით პოლიტიკური პროცესია მთლიანად ჩიხში შესული ანუ ვერც პროტესტის ლიდერს შესაბამისი ლიდერშიპის უნარი და ძალა და რესურსი ვერ აღმოაჩნდა ოპოზიციას ჯამში და ვერც აი ამ პოლიტიკურ ჩიხიდან რაღაცა კმედითი გამოსავალს ვერ გვთავაზობს. ხა გასაგებია რომ ძალიან რთული სიტუაციაა და ეს მარტივი გადასალახი არ არის. თუმცა აი ზოგადი პრინციპები ჩემის აზრით ეგეთი უნდა იყოს რა ის რაც პირველ რიგში რუსთაველზე პროტესტს გააძლიერებს ის ყველა ის ნაბიჯი უნდა იქნას გადადგმული ხა გუშინდელი აქციაზე მე მგონი აქ ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიყავით და მოვიტყვებიო გითხრა რომ ემოციურად რაღაც იქნა ყოფილი ან რაღაც ახალი შემართებით ან ესეთი ოპტიმისტური მოლოდინებით წამოედიან რაღაცა ისეთი მოვისმინე რაც თუნდაც აი პროტესტის თვალსაზრისით ან საერთოდ პროცესის თვალსაზრისით რაღაცა ახალს და ღირებულს შემატებდა ის რაც გუშინ დაანონსდა რომლის შინაარსი ჩვენზე არ ვიცით ამაზე სხვადასხვა ფორმატებში არ ვიცი მეც და დავითიც ალბათ ამ სხვადასხვა ჯგუფებთან აი სხვადასხვანაირ ათასნაირ ფორმატში ჯერ კიდე ოქტომბრის არჩევნებამდე საუბრობდით და ვამბობდით რომ ამის აუცილებლობა ერთ დღეს დადგებოდა არჩევნების შემდგომ სამწუხაროდ ზოგს სხვადასხვანაირი მოლოდინი ჰქონდა ზოგი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ამბობდა რომ ამის საჭიროება არ იქნება ასე შემდეგ მაგრამ ფაქტია რომ ეს პროცესი კარგად არ მეტყველებს ის რომ არჩევნებიდან ამდენი თვე გავიდა ხო 5 თვე არის დაახლოებით ხო ჩვენ კიდე კოორდინაციაზე ერთიანობაზე და ამ ვერ შემდგარ რაღაცა საერთო მოქმედებებზე საუბრობთ ასეთი გზით მთლიანად ეს პროცესი და მთელი ის წყება საკითხების რომელიც ესე ჩამოკიდებულია რუსთაველის პროცესზე აი მხოლოდ იმ ხალხის და იმ პიროვნებების ასე თქვათ სიმამაცეზე არის დამოკიდებული რომელიც აი ამ აქციებში მონაწილეობს და ამ პროტესტში მონაწილეობს სხვა კმედით ჯერჯერობით არაფერი არ თქვენ რა შევიძლია დაგჭათ გუშინდელი ამბების შემდეგ დიდწილად ვეთანხმები გიორგის ნამდვილად და დარწმუნებული ვარ მისი განცდაც იგივე იქნება რომ ერთის მხრივ კი ეს შინაარსი ვერ მივიღეთ იმ სიმძაფრით რაც ჩვენ გვინდოდა ახლა რას ჩვენ გვჭირდება ასე რომ ისი მოთხოვნილებაც გვაქვს მე არ მქონდა ახლა სხვა მოლოდინები განსაკუთრებით მაგ მიმართულებით იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ახლა პოლიტიკურ ველზე რა ხდება ძირითად პოლიტიკურ აქტორებს შორის რა ურთიერთობებია და ასევე შიგნით სტრუქტურულად როგორ არის რა დინამიკაა და რა კლიმატია და ეს ყველაფერი ზედაპირზეც კარგად ჩანს ანუ შეუიარაღებელი თვალით შეიძლება გაანალიზოს ასე ვთქვათ რამდენად არის ახლა პოლიტიკურ ველზე კონსოლიდირების რესურსი და კოორდინაციის ან რაღაც საპროტესტო ძალისხმევის თვალსაზრისით რაღაცა ღირებულის გაკეთების რესურსი პოლიტიკურ ველზე ეს უბრალოდ არ არის და ამას ბევრი მიზეზი აქვს ხა ეს მიზეზებიც ყველასთვის ნათელია ყველა ძალიან კარგად ყველაფერი ვიცით ვინ რა არის როგორ არის რატომ არის და რატო ვერ აკეთებს იმას რასაც ვერ აკეთებს და რა არის გასაკეთებელი და ვერ აკეთებს ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის სალომე ზურაბიშვილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ეხლა ერთადერთი არის ის რომ აი გუშინ მაგალითად დადებიც ვიტყვი იმას რომ ჩვენ ქართულმა ხალხმა ვინც იქ მივედით ეს არის საპროტესტო საზოგადოების ასე ვთქვათ აქტიური ნაწილი ყველაზე აქტიური ნაწილი შევიგრძენით კიდევ ერთხელ ერთად ყოფნა ერთად დგომა შევიგრძენით ის ფეერვერკის რო გავარდა 1-2 ამანაც გაგვახსენა ის ემოცია და ასე ვთქვათ ის ბრძოლის ის ჟინი და ეს სიმძაფრე რომელიც იყო ნოემბერ-დეკემბერში ეს არ იყო რაღაცა თითქოს გამოწვეული ეს იყო ქართული ხალხის გაბრაზების გამოზახილი იმიტომ რომ ვიღაცა მოვიდა მოგვატყუა
ძალიან მაგრად და გვიმყარებს ახლა თავის რეჟიმჩიკს. და მე რეჟიმჩიკს ვეძახი, იმიტომ რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათი ასე ვთქვათ ვერაგულის რახები დავაკნინო. არამედ ქართულ საზოგადოებასთან და მის პოტენციალთან ეს უბრალოდ არის ანუ რეალურად მტვერი და ფარათინა ფურცელი, მეტი არაფერი. აი როგორც ახლა წულუკიანის მიერ წარმართული ეს კომისია არის ფარათინა ფურცელი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს სახელმწიფოებრივად და ქართული ისტორიისთვის იქნება სასაცილო ფურცელი. აი ეს არაფერს არ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი თავისი რეჟიმჩიკით. და ახლა ქართული საზოგადოება გუშინ კარგად შეიგრძნეს ადამიანებმა, რომ რეალურად ჩვენ საზოგადოება ვართ პოლიტიკური ველის გარეშე და ის ილუზიები, რომ პოლიტიკური ველიდან ჩვენ შეიძლება რაღაცა კოორდინაცია მივიღოთ ან რაღაც, ესენი ყველაფერი დაიმსხვრა, გუშინ მორჩა იგამბო, დამთავრდა იგამბო. ყველამ კარგად გაიგო. ეხლა საზოგადოებაში და განსაკუთრებით აი იმ აქტიურ ჯგუფებში და იმ აქტიურ ადამიანებში, ვინც აი იმ საპროტესტო ძალისხმევას ქმნის და ავანგარდში იმყოფებიან, მათ ეხლა საბოლოოდ იციან, რომ მათზე არის ყველაფერი დამოკიდებული. მათ კონსოლიდაციაზე არის დამოკიდებული, რომ ისინი უნდა დაждდნენ ერთიან საკოორდინაციო ფორმატში და კარგად ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის შედეგად მოახდინონ ეროვნულ დონეზე საპროტესტო ძალისხმევის კონსოლიდაცია, ამოქაჩვა და წარმართვა სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება. აი ეს არის ის რის წინაშე ჩვენ ახლა ვდგავართ, ამის შესაძლებლობა პოტენციალი ჩვენ საზოგადოებას უეჭველი აქვს და არიან ადამიანები, მათ შორის ჩვენც ვართ, რომლებიც ამ პროცესს ფასილიტაციას უწევენ და ცდილობენ რომ ეს ყველაფერი მოხდეს და მე დარწმუნებული ვარ რომ ამას ჩვენ მოვახერხებთ, იმიტომ რომ კარგი საფუძველი გვაქვს. ეს ძალიან კარგად იცის სუსმაც, ანუ იმ ხალხმა, ვინც რეჟიმს ემსახურება სულში, თორე დანარჩენები პროფესიონალები ვინც არიან, ისინი თავის გულში, გულის სიღრმეში ასევე მოელიან ცვლილებებს. დარწმუნებული ვარ მე ამაში. ის პოლიციელები, რომლებიც ახლა პარლამენტთან გუშინ იდგნენ და უყურებდნენ ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა მათგანი შინაგანად არის მოელის, მათ უნდა თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, ღირსებით სავსე ქვეყანა, სადაც მათი პროფესიონალიზმი არის დაფასებული და ობიექტური სისტემების ფარგლებში არის ასე ვთქვათ წარმატებისთვის მხარდაჭერილი რა. რაც ეხლა მათ არ აქვს. ეხლა არიან ისინი რეჟიმის მსახურებაში და მონურ მსახურებაში. არანაირი ასე ვთქვათ დაცვის გარანტიები მათ არ აქვს. ის თუ როგორ ექცევა წულუკიანი და აი სახელმწიფო ანუ რეჟიმა, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, როგორ ექცევა სამხედროებს, განსაკუთრებით ძალიან ნიშანდობლივი და საყურადღებო არის სამართალდამცავი სისტემები, იმიტომ რომ სამხედროს თუ ესე ექცევა, ხო, ანუ პოლიციელს რას უზავენ ესენი რა და გამომძიებელს რას უზავენ და აი პროფესიონალებს რას უზავენ, რომლებიც ეხლა ეს რეჟიმი დგას რეალურად რა. აი ეს მინდოდა მე თქვა. ხო, კი ბატონო, ეს თქვა ხელისუფლების ამბავი და თქვენი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი გასაგებია, მაგრამ აქ ახლა ვშალოთ, ხო, ანუ არ მოგეწონათ რაღაცები, რაღაც ნაბიჯები მკვეთრად არ გადასადგმელი, მაგრამ ამ პოლიტიკურ სპექტრის პირობებში რა წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ეფექტურად გაკეთდეს, ანუ აი ოპოზიციის პირობებში, როგორ შეიძლება გაქვთ თქვენ რაიმე წარმოდგენა, სწორი როგორ იქნება ეს ყველაფერი? რაზეც დავითმა ისაუბრა, ეს არის აუცილებელი პროცესი იმისათვის, რომ თუნდაც თვისობრივად შემდეგ ეტაპზე გადავიდეს პროტესტი. ანუ მეც თავიდან საუბრის, რასაც გულისხმობდი პროტესტის გაძლიერებაში, სწორედ ეს არის, რომ ეს აქტივიზმი და პროტესტი, რაც რუსთაველზე არის, თავისი ინსტრუმენტებით, გამოხატვით, ასე ვთქვათ, და ეფექტურობით, უფრო მრავალფეროვანი გახდეს და უფრო კოორდინირებული. აი ამ პროცესში ყველა პარტიამ თვითონ თავის თავში უნდა ჩაიხედოს, რა რესურსის გაცემა შეუძლია. ამ პროცესის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს, მათ შორის აი ეს ქიშფობა თუ კონკურენცია, თუ რაც გინდა დარქვით, რაც დღეს ხდება რა და ნებსი თუ უნებლეთ მათ შორის საინფორმაციო ველში, სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ, აი მათი ეს შიდა და ერთმანეთს შორის ურთიერთობები პირდაპირ ნიჰილისტურ განწყობას მოდი ესე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში იწვევს საზოგადოებას, ხო, რომელიც ჩართული არის, იმიტომ რომ ყოველთვის მაინც საზოგადოების დიდი ნაწილი აქ მოლოდინია ვიღაცა აიღებს პასუხისგებლობას გარკვეულ ნაბიჯებზე, მათ შორის პირველი მოლოდინი, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების მხრიდანაა და საერთო ჯამში გამოდის სიტუაცია, რომ ვისმენთ ერთ და იგივეს, რომ აი რაღაცა აქტიურად მუშაობთ საგარეო ფლანგზე, საგარეო მიმართულებით, რაღაც სანქციებით, რაღაც ლეგიტიმაციის არამიცემის და არაფერი ახალი არ არის. მე პერსონალური შეფასება მაქვს, რომ უბრალოდ როგორც ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში არ არის ადამიანები, რომელიც მაგალითად ყველაფერს გაიღებდა და საკუთარ უსაფრთხოებასაც რისკის ქვეშ ჩააგდებდა და უფრო წინა პლანზე აი ქუჩის პროტესტში ჩაერთვებოდა რა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომლის დანაკლისი პირდაპირ იგრძნობა საერთოდ აი ამ პროცესში. თუ ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ ქვეყნის მართვა მას
ამდოთ ხო მინიმუმ იმის დამტკიცების უნარი უნდა კონდეს, როდესაც ქვეყანას უჭირს, როდესაც რეალურად სამშობლოს უჭირს და საზოგადოების დიდი ნაწილი ლიდერებს ითხოვს რაღაცა უნდა შესთავაზოს და თავისი თავი დაანახოს ქუჩაში თუნდაც რა და გამოდის რომ ჩვენ რეალურად ქუჩაში ყველაზე წინა პლანზე ვინც არიან მაინც საერთო ჯამში ეს არიან მოქალაქეები, კერძო პირები, აქტივისტები და პოლიტიკური სპექტრი უმრავლეს შემთხვევაში ჩვეულებრივი დამსწრი არის ამ აქციების და არა ავანგარდში მყოფი რაიმე ძალა ან თუნდაც პიროვნება. მე ვფიქრობ აი ამ საკითხებში იქნება გამოწვეული რომ მათ არ აქვს ეს დობის კრედიტი, ხო, რომელიც ჭირდება. მე ვფიქრობ რომ სწორი აქციის ლიდერობა. სწორი კომუნიკაციის, სწორი მოქმედების შემთხვევაში შეიძლება თუნდაც შენი დაკარგული რაღაცა რენომე ან გახარჯული კრედიტი აანაზღაურო შენი აქტიურობით ქუჩაში, მაგრამ ამ შეკითხვებზე პასუხი ყველამ თავის თავთან ინდივიდუალურად უნდა ნახოს, იმიტომ რომ გარედან ეს იგრძნობა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ჩემთვის ეს საგრძნობი არის და გუშინაც იყო ხა ემოციურ ფონის ნაწილი საუბრებიც ხო იცი რაც ხალხში იყო იქ თუნდაც აქციაზე რომ ნუ რაღაცა ესეთი დანაკლისი და მოლოდინი არსებობს ან მოთხოვნა არის მიწოდება არა ეს ხა მარტივად რო ვისაუბრო საიდან გაჩნდება ეს მიწოდება ეს რა თქმა უნდა ხა ცალკე განხილვის ამბავია და ბუნებრივია ხელისუფლებაც მუშაობს იმაზე რომ აი ეს არ დაკმაყოფილდეს ახალი ლიდერები არ გაჩნდნენ რაღაცა ტრიბუნა არ გაჩნდეს ახალი რომელიც ხელს შეუწყობს ქუჩაში ამ ბუნებრივი ლიდერების წინ წამოწევას. ხა ამის პარალელური პროცესი რომ რაღაც ახალი პოლიტიკური გაერთიანებები იქნება, ჯგუფები იქნება თავისთავად კარგია, მაგრამ დღეს ჩვენ პირველად ამოცანად არ გვიდგას პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღება, რომელიც აუცილებელი არის და მნიშვნელოვანია და მეტწილად ეს უბედურება რაც ეს დაგვემართა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის მწირი პოლიტიკური კლასი და კულტურა საერთოდ რაც აქამდე იყო ამ პროცესებში ჩართული მაგრამ უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა არის ჩემის აზრით ერთ-ერთი ძალის ისეთი დემონსტრირება, რაც აიძულებს ხელისუფლებას დათმობებზე წავიდნენ. ბუნებრივია ეს არ გულისხმობს რაღაცა ისეთი პროცესის ინიცირებას, რაც ქვეყანას გადაჭეხავს ახლა უსყურში საერთოდ არამც და არაც მე ამას არ გულისხმობ, მაგრამ დღევანდელ დღესაც კი აგე 1 აპრილს თავიდან ბოლომდე მთელი ეს სიტუაცია დგას იმ ადამიანის ხრებზე, რომელიც რუსთაველზე იკრიბებია. ხო, კი ბატონო, თქვენი აზრით რამდენად აქვს ოპოზიციას რესურსი რაიმე შეცვალოს ამ ვითარებაში? ეს ხო არ არის თავარი პრობლემა დღეს. ნახეთ, აი გიორგი რასაც იმასაც გამოვეხმაურები გარკვეულწილად. ესე იგი, პოლიტიკურ ველზე აი ეს აქტორები და მათი პოლიტიკური ინსტინქტები ეხლა არის კაფიოდ აცდენილი იმ საზოგადოებრივ სენტიმენტს, დაკვეთას და მენტალიტეტს, რომელიც ჩვენ აი ამ არჩევნების, გაყალბებული არჩევნების მერე ჩამოგვიყალიბდა. იმიტომ რომ საზოგადოებამ გაიარა ძალიან სწრაფი ზრდა, იმიტომ რომ ყოველი გამოცდილება იწვევს აი ამ ზრდას, შინაგან ზრდას. ეს საზოგადოება იზრდება როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე გუნდურ ჯგუფურ დონეზე. ეს თვითორგანიზებული თემატური ჯგუფები, სამდენი ასე ვთქვათ გამოკვეთილი აქტივისტი მთელი ეს სენტრის გაზრდილია საზოგადოება და აი საზოგადოების ასე შინაგანი სენტიმენტი და ემოციური მდგომარეობა და მოთხოვნილებები და საჭიროებები აცდენილი არის იმ პოლიტიკურ ინსტინქტებს, რომელსაც ესენი არიან მიჩვეული, რომლის მიხედვითაც ესენი მოქმედებენ. ამიტომ ამის სინქრონიზაცია ვერ მოხდება. ეს არის გამორიცხული. მაშინ რა უნდა? რა უნდა ვქნათ და საზოგადოებაში რა ვიცი ხა 52 ადამიანი გვიზის ციხეში რომლებმაც თავი გადადეს კი ხა იმ ადამიანებში არ შეუვარდა ძალით ხა პოლიცია დამიჭირე ხო ანუ მაგრამ აღმოჩნდა იმ ველზე სადაც იყო იმ ქმედებაში რომ ამათმა გადაწყვიტეს რომ ეს უდანაშაულო ადამიანები ჯერ უნდა ეწამებინათ და მე ციხეში უნდა ჩაესვა და ესე რაღაცას გაესამართლებინათ თავიანთი ამ რაღაცა ჯიბის სასამართლოთი ხო ამ რეჟიმული რეპრესიული მექანიზმის მეშვეობით ეს ამდენი ადამიანები მისჯარიმდებიან და ესენი სულ ყველა არიან ახლა საზოგადოებრივი მოღვაწეები ასე ვთქვათ ამ სახელმწიფოსთვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩვენი ყველას თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები რომლებიც იმყოფებიან პოლიტიკურ ველზე საზოგადოებრივი ასპარეზიდან და ესენი უკაცრავად მაგრამ მე არ ვიცი ხა ადამიანები როგორ უყურებენ მაგრამ პოლიტიკური ველის და პოლიტიკური დღის წესრიგის და საზოგადოებრივი დღის წესრიგის ეხა არის ერთი საპროტესტო დღის წესრიგი რეჟიმი გვყავს მოსაშორებელი აქედან როგორმე სასტრაფოდ რა დროზე მით უკეთეს
ხო? ანუ ის ადამიანები, ვინც ახლა საპროტესტო ძალისხმევაში იმყოფებიან, არიან ესენი ციხეში თუ არიან გარეთ, ეს ადამიანები ჩემს თვალში არიან პოლიტიკოსები რა. იმიტომ რომ ამ დღის წესრიგით არიან დაკავებული. არა, თვითონ ხა რაღაც პოლიტიკურ ასე არ აღიქვამენ თავს. რასაკვირველია, რაღაც პარტიის შექმნაზე რო ელაპარაკები, ზოგი თავში შორს იჭერს და ასე. იმიტომ რომ ვეთანხმები გიორგის ახლა ამ ადამიანების, ანუ რატო არიან ესენი პოლიტიკოსები და რატო არის პოლიტიკური კაპიტალი მათი და სოციალური კაპიტალი? ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ახლა საკუთარი რაღაცა მომავალი და პიროვნული რაღაცა ასპექტი. ამათ აინტერესებთ პროტესტი, იყოს მძაფრი, ზეწოლა მოხდეს რეჟიმზე, რომ რეჟიმი გაქრეს აქედან. და ახლა რეჟიმი რო ჩამოინგრევა და ეს აუცილებლად მოხდება. მერე ვისაც მოუნდება რა პოლიტიკურ ჯგუფებად დაფორმირდებიან, ვინც ვის შეუერთდება, ვინ ვისთან დაჯგუფდება, რა ინტერესს გამოავლეს, ვის მოუნდება პოლიტიკურ ველზე ასპარეზის მოღვაწეობა, ვის მოუნდება საზოგადოებრივი, ვის მოუნდება საექსპერტო მიმართულებით და ვის მოუნდება კერძო ასე ჩვეულებრივი ბიზნესში დაბრუნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გამოჩნდება და დარწმუნებული ვარ მე იმაში, რომ ანუ ჩვენ საზოგადოების ხელში, როდესაც აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, მართლობითი ბერკეტები, ხო? და არ არის ამისთვის აუცილებელი, რომ ეხლავე რაღაცა პარტიული ამბები მიდიოდეს. ეგეც ხდება სხვათა შორის რაღაცა ფორმაზე. მაგრამ ამ საპროტესტოდ ხა ის მუხტი რაც იყო დეკემბერში, თქვათ, ნოემბრის ბოლოს დეკემბერში ხა აღარ არის, ხო? კი, ხალხი დგას, ბევრი გამოდის, გუშინაც ბევრი გამოვიდა, მაგრამ მაშინ სხვა მუხტი იყო. მოდით ესე ვთქვათ, მუხტი ნახეთ, ასე იგი, ხასიათი იცვლება რა. როდესაც ერთი ეტაპი ამოიწურა, ჩვენ მივიღეთ შედეგები, ძალიან მნიშვნელოვანი, მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენ რაღაცა წავაგეთ. ეს მნიშვნელოვნად არ წაგვიგია. ჩვენ მივიღეთ შიდა და გარე არაღიარება, რეჟიმი არის სტერილური, მეფე არის შიშველი, დაეთრევა იქეთ-აქეთ, ყველა ხედავთ ვინ არის, ეს რას წარმოადგენს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ამის რეჟიმი რას წარმოადგენს, ყველა ხედავთ, დათვლილი გვაქვს, რამდენი არიან, ვინ არიან, რა ძალაზე დგას, თავის ტიტუშკებიან და დორბლიანი მეტადონშიკებიან, ყველას ხედავთ და ყველას ვაკვირდებით ძალიან კარგად რა მომზადება აქვს, როგორ არიან საერთოდ, როგორ იქცევიან და რა დამოკიდებულებები აქვს და რუსეთი რა კავშირშია და ასე შემდეგ. აი, შტერი ხალხი კი არ არის ამ ქვეყანაში, ვაკვირდებით ყველაფერს. და ამასთანავე რეალურად, ხო? საზოგადოება იზრდება, ერთი ეტაპი კონსოლიდაციის, დეცენტრალიზებულ კონსოლიდაციას ვეძახი, ეს გავიარეთ, ამან ამოწურა თავისთავი, ეხლა არის ახალ ეტაპზე გადასასვლელი. და ამას ჭირდება გარკვეული დრო, საზოგადოება რეკონსოლიდაციას ახდენს, ეხლა ხდებიან, რომ გასწორება ხდება ფოკუსის საზოგადოების მხრიდან და რეალურად ეს ფოკუსი რო გასწორდება, დაიწყება ახალი ზეწოლა და ისეთი ზეწოლა მოხდება, რომელიც მიიყვანს ამ რეჟიმს ჩამოშლამდე. ეს არის გარდაუვალი, ხო? თუ ვინმეს ქართულ ოცნებაში და ამ რეჟიმში ეჭვი ეპარება, რომ ეს მოხდება, აგერ მე და აგერ ისინი და ვნახავთ როგორ იქნება. საინტერესო, თქვენ ხართ ასე ოპტიმისტურად განწყობილი. ხო, ნუ ამ პროცესის გარეშე საერთოდ საუბარი ხა, მე ვხვდები რაზეც არის საუბარი, ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, ამაში აბსოლუტურად ვიზიარებ. იმიტომ რომ აი ჩვენ ფაქტობრივად ამ პროცესის პარალელურად ახლა კომისიის მუშაობას ახსენე, ხო? ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის მიტაცებას პროცესს უყურებთ რა. რეალურად გარდა იმისა, რომ მარტო პროტესტებზე კი არ არის საუბარი, საერთოდ სახელმწიფოს ინსტიტუტების არსებობაზე არის საუბარი, რომელიც ამ ქვეყნის ფუნქციონირება ნორმალურ უნდა უზრუნველყო თან საგიჟეთში, რაც გარშემო ხდება. ესეთი კომისია, ესეთი დამოკიდებულებები, კიდე არაერთი გადაწყვეტილება იხარშება, ეხა რომელიც კიდე სალაპარაკო გახდება მას შორის უსაფრთხოების მიმართულებით, ხო? ეს ყველაფერი ძალიან კარგად მიანიშნებს, საერთოდ საითკენ მიდივართ. შესაბამისად, საზოგადოებამ თვით კონსოლიდაცია არის ერთ-ერთი ალბათ მთავარი საშუალება ეხა აი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ გადაიარა რაღაც აი ამ გაბრაზებამ, იმიტომ პროტესტი გაბრაზების გარშე აღარ არის და ხელისუფლებამ ეს პიკი გადალახა ასე. გაბრაზებას არ გადაულია, უბრალოდ აი მე პირველ ეტაპმა გადაიარა. აი ეს მთავარი ეხა ამოცანა იქნება ყველა აქტიური ჯგუფის ზუსტად იმაში, რაზეც ეხა დავით ისაუბროს, ახალი მექანიზმები შესთავაზოს და გამოხატვის ახალი ფორმები, პროტესტის ახალი ფორმები, იმისათვის რომ ეს იძულების ახალი ვინ უნდა გააკეთოს ეს? წეხანაც თქვი, ახალი ჯგუფები გაერთიანებული, რაზეც მიდის მუშაობა, არ ვიცი სალომონ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული ეს გუშინ პლატფორმა რაშინ არ შეიძენს, თუმცა ცხადია, რომ იგივე მიმართულებით უნდა იმუშაოს იმანაც. თუ მოხდება ახლა თანხმდევრ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალისხმევის ხომ კარგი თუ არა და როგორც აქამდე იყო მთლიანად მთელი პროცესი რჩება საზოგადოების ამარა და მე პოლიტიკოსებს არავის არ უნდა ეწყიდოთ შესაბამისად რაღაცა მომენტში საზოგადოების ზუსტად ადეკვატური და დამსახურების მიხედვით ასე თქვათ რეფლექსია რაც ექნებათ იმ მიმდინარე პროცესებს. ეხლა ის რომ რთული სიტუაცია არის ეხლა ცალსახად ეხლა რაღაცა გარანტირებული რომ არაფერი არ არის ცხადი არის, მაგრამ ნებისმიერ პროცესში ბრძოლის გარეშე თავისუფლება არ მოდის, ხო? სიმღერის ცნობილი სიმღერა. ხო, კი, მაგრამ ვინ არის ეს მებრძოლი? თქვენ ხედავთ ვინმეს პერსონალურად, ვინ შეიძლება სათავეში ჩაუდგეს, იმიტომ რომ
აქ არის მოსაზრება, რომ თავარი პრობლემა აქეთ ამ ხარის ოპოზიციის და ასე შემდეგ არის ის, რომ უბრალოდ ლიდერი არ აყავთ. ნახეთ, ლიდერი როგორიც ყავდა თავის დროზე აქვს ეროვნულ მოძრაობას, მერე ვარდების რევოლუციას, ასე შემდეგ არ აყავთ. მაგას ორი მიზეზი აქვს. ერთი არის, რომ თვითონ ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ აი სხვა ინსტინქტებით არიან და ეს ინსტინქტებით ეს ლიდერები ვინც ყავთ, ანუ ჯერ ესეც შიდა დემოკრატია აკლია და შიდა ლიდერები ვინც არიან ისინი ზედაპირზე არ ამოყავთ. ეს მათი პრობლემა არის და ეს სწორედ იმიტომ რომ მცდარი პოლიტიკური ინსტინქტი ამას საზოგადოება ხედავს. თორე ამ პარტიებში არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა, მაგრამ არ აძლევენ ამათ შესაძლებლობას, რომ რეალურად ზედაპირზე გამოვიდნენ. იმიტომ რომ არ არის შიდა დემოკრატიები რეალურად. რაც შეეხება თვითონ საზოგადოებას, აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავებული საკუთარი რაღაცა სახეების აფიშირებით, მაგრამ ანუ პროტესტის ძალისხმევით ეხლა, როდესაც ახალი ეტაპი იქნება კონსოლიდაციის, ეს ახალი ეტაპი იქნება რაზე და მიმდინარეობს ეს კონსოლიდაცია თუ არა, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები, ამ ადამიანებს აქვთ, ანუ ეს არის, რა ვიცი, ათეულობით ადამიანი არის და ათეულობით ჯგუფი არის და შიგნით არის კიდე ათეულობით ადამიანები ამ ჯგუფებში, რომლებსაც ცხოვრება აქვთ გვერდზე გადადებული. რომ ეს ქვეყანა გამოიყვანონ ამ კრიზისიდან და ამ რეჟიმისგან გაათავისუფლოს. ეს ადამიანები არიან საზოგადოებრივ წიაღში. ეხლა პოლიტიკის რა მოდით ავიღოთ ეს ტელევიზიები არიან დაკავებული პოლიტიკური ველით, იმიტომ რომ ტელევიზიებიც რაღაცნაირად ანუ მას მედიას და მედია ზოგადად მიბმულია რაღაცა შინაგანად აი პოლიტიკურ ველს. თითქოს იქედან უნდა მივიღოთ ჩვენ საშველი. ეხლა გუშინ დავინახეთ ჩვენ, რომ საშველი პოლიტიკური ველიდან ვერ მოვა. პოლიტიკურ ველს თუ რამე უნდა ეშველოს, ეს უნდა მოვიდეს საზოგადოებრივი წიაღში. ეს საზოგადოებრივი წიაღში ეს ჯგუფები ხომ უნდა გამოჩნდეს. ეს ჯგუფები აუცილებლად გამოჩნდებიან. ეხლა ვინც საზოგადოებრივ წიაღში მოძრაობს და მოქმედებს, ის ხედავს ამ ადამიანებს და ამ ჯგუფებს. და ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ, ჯგუფი ფარი და ის ანუ სამოქალაქო საზოგადოება, ვინც საზოგადოებაში ასე ვთქვათ მოძრაობს, ჩვენ ამ ადამიანებს ხედავთ. გამოჩნდებიან ეს ადამიანები და საზოგადოება მათ დაინახავს და დაინახავს მათ თავდადებას და თავგანწირვას. და შესაბამისად ამით შეიქმნება ახალი მოცემულობა, ახალი პოლიტიკური მოცემულობა. ეს ერთმნიშვნელოვნად ესე იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანები და მოდით ახლა საპროტესტო საზოგადოებას რო ვიძახით ჩვენ ანუ დიაპაზონში შევხედოთ, ანუ ჩვენ გვაქვს 1.200.000-იანი ოპოზიციური საზოგადოება, რომელიც ერთ მხარეს ექსტრიმში არის ადამიანი, რომელიც მაგალითად იმდენად პასიურია, რომ ლაიქსაც არ აკეთებს, თქვათ რაღაც პოსტზე, და აქეთ არის ადამიანები, რომელიც ერთი მარტოც რომ იყოს, წავა და რუსთაველს გადაკეტავს და დაუპირისპირდება მთელს ამათ ძალისმიერ რეჟიმს. ანუ ეს ორი ექსტრემი გვაქვს. ამ შუალ დიაპაზონში არის ძალიან მაღალი ნაირი სახეობა, ასე ვთქვათ რა. მაგრამ აი ამ მთელი საპროტესტო რა ქვია საზოგადოების 10%, აი დაახლოებით 120-150.000 ადამიანი არის ის ადამიანები, რომელსაც პულზე თითი უდევს და აკვირდებიან რა ხდება ქვეყანაში. და გუში რო გამოვიდა ეს მე სხვათა შორის იქიდან გამომდინარე რომ ანუ პროცესისადმი ნდობა დაბალია, ჯერ წმუნება დაბალი არის, კოორდინაციის ელემენტები არ არის და ეს ყველაფერი ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესია. კიდევ გამიკვირდა რამდენი ადამიანი გამოვიდა. შანსი მისცეს რეალურად სალომე ზურაბიშვილსა და კიდევ ერთხელ პოლიტიკურ ველს რომ რაღაცა ბოლოს მინდა კითხოთ სალომე ზურაბიშვილზე თქვენი აზრი, რას ფიქრობთ? ანუ მას აქვს ეს პოტენციალი რომ გახდეს რეალურად ლიდერი ამ ყველაფერში? არა, სალომე ზურაბიშვილმა ეხლა რაც უნდა გააკეთოს, არა გახდეს, ანუ ის არავინ არ თხოვს მას რომ გახდეს რაღაცის ლიდერი. რაც უნდა გააკეთოს ის არის რომ ამ საზოგადოებას ხელი შეუწყოს კონსოლიდირებაში, ხო? და წარმოადგინოს ეს საზოგადოება ჩვენ ავჭურვებთ ის რომ ის ლეგიტიმაციით, ხო? ხალხი აზრებს მას ლეგიტიმაციას. ეს ჯერჯერობით არ არის ის განწყობა რომ ისე სალომე აღარ გვინდა სალომე, ხო? სალომე გვჭირდება ჩვენ იმისთვის რომ მან წარმოადგინოს ქართველი ხალხი რეალურად საერთაშორისო ასპარეზზე და ასევე იყოს გარკვეული ხიდო პოლიტიკურ ველსა და საზოგადოებას შორის. აი ეს ფუნქცია უნდა დაინახოს სალომე ზურაბიშვილმა და ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს და ამას ეს დაუფასდება რა. დანარჩენ ყველაფერს საზოგადოება მიხედავს რა. აბსოლუტურად მეთანხმები. აი ეს თემა. ხო, აი თქვენი აზრით რომ წარმოიდგინეთ მარტივად სალომე რო არ იყოს ახლა. და კიდე მისი მედიაცია და ის ძალისხმევა, რასაც ის წევს სხვადასხვა ჯგუფთან ურთიერთობაში, კიდე რამდენად უარესი სიტუაცია იქნება. ჩემი აზრით მას ძალიან სწორედ აქვს ეს ნიშა ჭყალებში ნაპოვნი, ეს მან უნდა განავითაროს. მე არ ვფიქრობ, რომ ის არის ის ადამიანი კონკრეტულად, როგორც ახლა შეინახსენე, ხო, როგორც ეროვნული კუჩის ლიდერი ის ვერ გახდა. ხო, ვერ გახდება და ბევრი ფაქტორის გამო არ არის, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას უნდა იყოს პროცესის ხელშეწყობა ერთიანობის და კრიტიკულ სიტუაციაში აი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების გამარტივებაზე უნდა იყოს საუბარი, მათ შორის არ ვიცი როგორი გადაწყვეტილებები იქნება თვითმმართველობასთან იგივე მარჩევნებთან დაკავშირებით. არ აქვს ნებისმიერი სტრატეგიული საკითხი, როდესაც ამოცანა დაისმება და იქნება ასთან მნიშვნელოვანი სხვადასხვა სხვაობა. მან მე ვფიქრობ, რომ მისი მთავარი პოზიტიური როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ
დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც პოლიტიკური მას კონსოლიდაციაში სპექტს, ისევე საზოგადოებისაც თქვათ კონსოლიდირებასაც ხელი შეუწყოს. აი ესეთი მედიატორული როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ იმ პოლიტიკურ კულტურაზე და კლასებს საუბრობთ, რაც გვაქვს, რაც არ მოგწონს, მოდი ვაღიაროთ პირდაპირ, რისმა ასე თქვათ, საერთო ჯამში უნიათობა მიიყვანა საერთოდ ამ ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად ხო სიტუაცია პოლიტიკური სპექტრში თვალსაზრისით საქართველოში იმ ნიშნულამდე რამაც ეს რეალობა შეიქმნა შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით აი ესეთი მისი ფუნქცია და როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი დანარჩენი ამის იქით მე ვფიქრობ რომ თვითონ საზოგადოებამ უნაჩვენოს რა კი ბატონო, ნახოთ როგორ განვითარდება მოლოდინები. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი ანთაძე, დავით გუნაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე გემშვიდობთ ხვალამდე ხვალ 7:30-ზე გადაცემით რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს.